თქვა, თვითონ ეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აქამდე არ არსებობდა, ხო? ჩვენ უკვე ახლა აქციების პერიოდში 9 თვეა, მაგრამ მანამდე კიდე უკვე წლებია, რაც საუბრობთ ერთიანობაზე. ეს ერთიანობა ძირითადად იყო ხოლმე ან აბსტრაქტული, ან ეფემერული, რომელიც მალევე იშლებოდა და რა იყო ამის მიზეზი? ამის მთავარი მიზეზი სწორედ ეგ იყო, რომ სამწუხაროდ ჩვენ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აქამდე არ ქონია. არადა რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაში არის ეს, რომ ამ ერთიანობას ქონდეს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი და შემდგომ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების სავალდებულოობა ამ ერთიანობის წევრი სუბიექტების მხრიდან. ხო, თუ ჩვენ ეს არ გვექნება რეალურად ამ ერთიანობის არსებობას აზრი ეკარგება, ხო, თუ ერთიანობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მაშინ ეს ერთიანობა რეალურად არ არსებობს. და თუ ეს მიღებული გადაწყვეტილება ერთიანობის სუბიექტებისთვის შესაძლებლად სავალდებულო არ არის, მაშინ ეს